მთავარი პროკურატურა არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის ადვოკატის ინფორმაციას სადამოძიებო უწყების განმარტებით უკრაინის სასამართლოს გუშინდელ პროცესზე მელნიკოვის ექსტრადიციის საკითხი არ განუხილავს. პროკურატურის პრესამსახურის განმარტებით სიმართლეს არ შეესაბამება არც ის თითროს 11 იანვარს მელნიკოვის საქართველოში ექსტრადიციის 40-დღიანი ვადა იწურებოდა. როგორც დაერქვა 11 იანვარს იწურება არა ექსტრადიციის, არამედ წინასწარი პატიმრობის ვადა და ამიტომ გუშინდელ პროცესზე მელნიკოვს 12-იანი პატიმრობა შეეფარდა. ოლეგ მელნიკოვი 7 დეკემბერს უკრაინაში კიევში საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. უკრაინის გენერალურ პროკურატურას ამ ეტაპზე ჯერ არ მიუღია ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება. გუშინ ჩატარდა სასამართლოს ხდომა, სადაც სასამართლომ განიხილა არა ექსტრადიციის საკითხი, არამედ პატიმრობის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი. რაც შეეხება ექსტრადიციის საკითხს, ექსტრადიციაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურატურა და შემდეგ ეს საჩივდება სასამართლოში. შესაბამისად, დღეს შევეხმიანეთ ჩვენ უკრაინელ კოლეგებს და დაგვიდასტურეს, რომ არანაირი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ სასამართლოს ხდომაზე არ მიღებულა. სასამართლომ გაუგრძელა პატიმრობის ვადა ოლეგ მელნიკოვს, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ექსტრადიციის პროცედურები განიხილება. ასევე უკრაინულმა მხარემ გვაცნობა, რომ საქართველოს მხარისგან არ ითხოვენ არანაირ დამატებით დოკუმენტებს, არანაირ დამატებით ინფორმაციას.